უგანდა, ნიგერია, ჩადი, ზიმბაბვე და პაპუა-ახალი გვინეა. იცით რითი ჩამორჩებით ამ ქვეყნებს? პრესის თავისუფლებით. მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში შარშან თუ 114 ადგილს ვიკავებდით, ახლა 134-ზე გადავინაცვლეთ. ინდექსში სულ 180 ქვეყანაა. ჩვენ იმ ქვეყნების რიგში ვართ, სადაც მდგომარეობა რთულადაა შეფასებული. კიდევ რა წერია საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტიორების საზღვრების გარეშეს ახალ ანგარიშში. მასში ნათქვამია, რომ საქართველოს პოზიცია დემოკრატიული კრიზისისა და რეპრესიების შემდეგ დაქვეითდა. შემზღუდავი კანონების მიღება და აღსრულება, საჯარო ინფორმაციაზე ცდომის ახალი ბარიერები, სამართლის უზენაესობის აშკარა ეროზიაზე მიუთითებს. ნათქვამია კვლევაში. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში დამოუკიდებელი მედიისთვის გარემო კვლავ მტრულია. ჟურნალისტებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმების რაოდენობა მზარდი. ხელისუფლება ხშირად ამბობს უარს კრიტიკულ მედიებთან თანამშრომლობაზე. მათ წინააღმდეგ ცენზურას, დისკრედიტაციასა და დაშინების კამპანიებს მიმართავს. რეპორტიორების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობას არაეფექტურად იძიებენ. თუ პოსტივის ან იმედის მაყურებელი ხართ, ამ ყველაფრის შესახებ ბევრს ვერაფერს გაიგებდით. თუმცა ნახავდით ოცნების მხარდამჭერ გია აბაშიძის Facebook პოსტს, რომელიც არაერთმა პროპაგანდისტულმა მედიამ გაანიუსა. აბაშიძე დამოუკიდებელ მედია პუბლიკასა და ნეტგაზეთს ნაცპროპაგანდისტებს უწოდებდა და წერდა: ურთიერთგამომრიცხავ გზავნილებს ავრცელებენო. მორიგი შეუთავსებლობა აქვთ გზავნილებში. საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსის, ეგრეთ წოდებული გაუარესების წარმოჩენაში 21 თუ 75 ადგილით დაქვეითება. ნათქვამი იყო მის პოსტში. რა მოხდა სინამდვილეში? პუბლიკამ ინდექსის შესახებ მომზადებული ახალი ამბის სათაურში დაწერა, რომ საქართველოს პოზიცია 21 ადგილით გაუარესდა. 2025 წელთან შედარებით ეს ნამდვილად ასე იყო. ნეტგაზეთმა კი ყურადღება ბოლო წლებში 75 ადგილით ჩამოქვეითებაზე გაამახვილა. 2019-2021 წლებთან შედარებით რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა ნამდვილად 75 ადგილით გაუარესდა და სწორედ ეს ეწერა მათ ახალ ამბავშიც. აბაშიძე კი ცრუ დილემის წინაშე გაყენებდათ და მანიპულაციურ განცხადებას ავრცელებდა.